იქ შორს შავი ბარაბნების ქვეშ ერთი ხმა ჟღერდა სამბას პულსი. ეს არ იყო ფესტივალი, ეს იყო ტკივილზე და უიმედობაზე გამარჯვების სიმღერა. მარსელო რუბენს პაივას ეს სიტყვები გვაბრუნებს 1970-იანების ბრაზილიაში, დრო როცა ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა დამყარდა. დიქტატურა მხოლოდ შიშით მოქმედებს, მაშინ რეჟიმმა ადამიანებს წაართვა სიტყვა, ბრძოლა აუკრძალა და ერთადერთი იარაღად რიტმი დაუტოვა. მაშინ, როდესაც რიოს ცისქვეშ რეჟიმმა დიქტატურა დაამყარა და მოწინააღმდეგეების დაკავება დაიწყო, ქუჩა რეჟიმის პატიმრის დედებით გაივსო, გამოვიდნენ მარშით. დედების მარში, რომელიც აფრიკელი მონების ცხოვრებაში, გაუტეხელი კულტურის იდენტობას, ჩაგრულთა ისტორიას, ტკივილსა და მემკვიდრეობის პროტესტს გამოხატავდა, იქცა ცეკვად, რომელიც ბრაზის გამოხატვის ერთადერთი საშუალება იყო. ასე შეიქმნა სამბა და იქცა ბრძოლის მთავარი იარაღად. ცეკვა როგორც ულტიმატუმი სამხრეთ აფრიკაში, როცა ქალები სამბას რიტმში ბარაბნებს ურტყამდნენ, მათი სხეულები საუბრობდნენ მათ ნაცვლად. სამბა იტანჯება, მაგრამ არ კვდება. დიქტატურა ვერ იტანს რიტმს. რიტმი ნიშნავს სიცოცხლეს. დღეს ათასობით კილომეტრის მოშორებით, მაგრამ სულით ძალიან ახლოს. საქართველოში ისევ ჟღერს ეს პულსი. სამბა არა, ხორუმის პულსი, სადაც სხეული ამბობს ხალხის სათქმელს. ერთ საღამოს შუა დეკემბრის ღამის ცისქვეშ, როცა წყლის ჭავლი ისევ არ ხვევდა სიმშვიდეს, როცა ახალგაზრდებს ქუჩა-ქუჩას სცემდნენ, შემდეგ კი აკავებდნენ, სწორედ მაშინ გაისმა პირველი ხორუმი. არა კოსტუმებით, არამედ სველი ტანსაცმლით, არა დარბაზში, არამედ შუა ქალაქში, არა ოვაციების ფონზე, არამედ მანიფესტად ქცეული ჩუმი ხმაურით და მაშინ ვიგრძენით, ქალების პირველი ხორუმი. დიქტატურა მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როცა არავინ ცეკვავს. რადგან ცეკვა არის კონტროლის დაკარგვა იმ თვალით, რომლითაც სახელმწიფო გვეყურებს. საქართველოში ბრაზილიელი დიქტატორის მსგავსად ივანიშვილსაც ხალხის თავისუფლება არ სჭირდება. ის ცდილობს სიტყვის, არჩევანის, მეხსიერებისა და იდენტობის წართმევასაც კი. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ფაქტიურად უკვე დიქტატურაში. ძალიან დიდი ბრძოლაა საჭირო, დიდი ძალის ხმევა ჯიუტად, რომ რაღაცნაირად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ამ პროცესიდან, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მძიმე სათქმელია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა კვდება. იცით, მე მთელი ჩემი ცხოვრება ფაქტიურად სტუდენტობის მერე ვიბრძვი თავისუფლებისთვის და რამხელა პროცესია ეს. საქართველოს მთელი ცხოვრება იბრძვის, ეს ყოფილა ჩვენი რაღაცა გზა. და გვინდა დავაღწიოთ რუსეთის ჩექმას თავი. დღეს ხელისუფლება ცდილობს ყველა ერთად გააჩუმოს. პროტესტის პირველივე დღეებში დაიჭირეს ახალგაზრდები, სტუდენტები, აქტივისტები. მათ არ ჰქონდათ იარაღი, მათ ჰქონდათ ხმა. მაგრამ ხმამ გააღიზიანა ის, ვინც უკონტროლო ხმას ვერ იტანს. პოლიტპატიმრები გაჩნდნენ იმ ქვეყანაში, სადაც კანონის სახელით უკვე ძალადობდნენ და როდესაც ისინი დააკავეს, გამოჩნდნენ მათი დედები. ჩვენ არ ვართ სხვერპლი ქვეყანაა ჩვენი საქართველო, გაყიდული ღირსებით, გაყალბებული სიმართლით, ღალატით და როდესაც სიმართლისათვის მებრძოლი შვილის დატყვევების შემდეგ დედა დუმს, ეს ქვეყნის დასასრულია. ისინი არ მღეროდნენ, მაგრამ ყველა სიტყვა მუსიკას ჰგავდა. ისინი არ ცეკვავდნენ, მაგრამ ნაბიჯები მარშივით ისმოდა. მთავარი სიმბოლო ესაა დედა.
დედა, რომელიც შვილის ნაცვლად იღებს ხმას. დედა, რომელიც ვერ ხედავს შვილს ციხეში, მაგრამ ხედავს ხელისუფლებას, რომელიც ყველაფრის ფასად ცდილობს ჩააქროს დედის პროტესტი. როცა ვხედავ რუსთაველზე, როგორც ჩემენ ახალგაზრდებს, მე მახსენდება ჩემი შვილი და ყველა შვილის ტკივილი მტკივა. მე ვიბრძოლებ მანამ, სანამ ამ ქვეყანას არ მოუტანთ თავისუფლებას. თუ გინდაც ერთი დედა დარჩეს რუსთაველზე, ეს იქნება აუცილებლად პროტესტი და აუცილებლად დავამარცხებ 5 თვე ქუჩაში. 5 თვე გაბრაზებულ, სევდიან და ერთსულოვან ხალხთან ერთად. 10,000-ობით ადამიანი ყოველ დღე იდგა წვიმაში, ქარში. ყველაზე ხმამაღალი კი სიჩუმე იყო. 5 თვე ცრემლიანი დედებით. დღეს არ გვაქვს თავისუფლება, რომელიც იწყება ცრემლით და მთავრდება გამარჯვებით, ღიმილით და ერთობით. ღმერთით ჩვენი შვილები მალე დაგვიბრუნდება, დღეს მთავრობა ახალგაზრდა სტუდენტები, დედები მიგვატოვა და გადაჩეხვის პირას ჩაგვაგდო. აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე. სისხლი უნდათ ჩვენ დედები დავდგებით წინ. ვერ და არ გავჩერდებით. მე ნამდვილად სიცოცხლე არ მიღებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები თუ ასე გადაჩეხვის პირას იქნება. დღეს საქართველოში 60-მდე უკანონო პატიმარია, 500-მდე დემონსტრანტი ნაცემი და მაინც რას ებრძვიან დედები? დიქტატურას, რომელიც არ არის მხოლოდ პოლიტიკური სისტემა, ის მეხსიერების წაშლის ან გადაწერის, ადამიანებისა და მათი ისტორიების გაუჩინარების მცდელობაა. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ სიტყვას არ დაუბრუნდება თავისი წონა, არჩევანს თავისი ფასი, ხოლო დედას შვილი. საქართველოს ევროპული მომავლისათვის სწრაფვა ყოველთვის ჰქონდა, ჯერ კიდევ სულხან-საბა ორბელიანიდან დაწყებული. ჩვენ არაერთხელ მოგვიპოვებია გამარჯვება. ჩვენ დავამარცხეთ უდიდესი იმპერია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. დღეს ისევ დიქტატურის წინააღმდეგ ვიბრძვით და თუ გადავხედავთ მსოფლიოს ისტორიას, არც ერთ დიქტატურა ხანგრძლივი არ ყოფილა. დიქტატურა ყოველთვის მარცხდება, ხალხი ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენც გავიმარჯვებთ. სწორედ ამ ბრძოლაში, ამ დეკემბერში, სამბასავით წარსულიდან გადმოსული ხორუმი გახდა ხმა. ისევე როგორც სამბა კოლექტიური მეხსიერება ტკივილის, ისევე როგორც სამბა ცოცხალი მემკვიდრეობა წართმეული თავისუფლების. ხორუმი და სამბა არ მღერიან სიტყვებით, ისინი მღერიან სხეულით, ისინი საუბრობენ იმ ენაზე, რომელსაც დიქტატურა ვერ ახშობს. ამიტომ არის რომ საქართველო დღეს ისევ სუნთქავს, ისევ იბრძვის დედების გულით, ხმის გარეშე ბიძგით და იმით, რაც ყველაზე ძლიერი იარაღია, ხალხის ერთობით.